ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ მოგზაურობისთვის. და პირველი კითხვა რაც მინდა სტუმრებში აასვა ეს არის თქვენ როგორ თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ რა არის სოციალური პასუხისმგებლობა? როგორ ესახება? მე მგონი საკმაოდ ადვილად განსამართლია თვითონ სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის როდესაც ინდივიდს გააჩნია გარკვეული მოვალეობების, საზოგადოების გარკვეული წრის მიმართ ან ზოგადად ერთად აღებული საზოგადოების მიმართ. ძირითადად სოციალური პასუხისმგებლობა ალბათ გამოიხატება იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან მოწყვლადი გარკვეული თვალსაზრისით. და ძირითადად სწორედ გაბატონებული ჯგუფი ან ფინანსურად და სოციალურად მყარი ჯგუფის მიერ ხდება სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება ამ მეორე ჯგუფის მიმართ. რო ის რესურსები, რომელზეც ამ ჯგუფს პირველ ჯგუფს აქვს წვდომა, ასე რომ ვთქვათ, ასევე მოახმარონ იმ ჯგუფს, რომელიც არის მოწყვლადი და რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, იქნება ფინანსური, სოციალური თუ სხვა სახის საშუალება, რომ მეორე დონეზე იყვნენ, როგორც არის ეს პირველი ძირითადი ჯგუფი. დიდი მადლობა, თქვენ რას გულისხმობთ? აბსოლუტურად დავეთანხმებოდი და დავამატებდი იმას, რომ ეს შეიძლება იყოს ის ლაკმუსი საზოგადოების ზოგადად სოციალური მიღწევობა, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს ამ საზოგადოების სახეს, როგორი ის საზოგადოება. დანარჩენი პერსონალურ ვთქვათ, ჩემს დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე შეიძლება ვიყოთ ცოტა ბანალური და ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მარტივი რამე და ფუნდამენტური, რაზეც დგას ზოგადად ადამიანის ყოფნა და რაობა და რა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა ცხოველისგან ელემენტარულად გაირჩევდეს. ნებისმიერ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა გვერდზე მდგომის ან შეიძლება შორის ყოფნის მიმართ. გამარტივი. დიდი მადლობა. თუმცა სოციალურ პასუხისმგებლობას ცირას გამარტავდი. აი როგორც სამეცნიერო ტერმინი, უფრო მეტად სოციალური პასუხისმგებლობა რაღაცნაირად ვთქვათ ბიზნესის, სახელმწიფოს, არაპერსონალური ადამიანების, არამედ აი ამ სტრუქტურების მიმართ გამოიყენება, განსაკუთრებით დასავლეთში მაგალითად ბიზნესისთვის ეს არის ისეთი შემადგენელი ნაწილი, როგორც ფილანთროპია, თქვა. ფილანთროპია კი ბატონო. თუმცა მე ვთვლი, ანუ ვფიქრობ ეს ეკლესიას ეთქვა სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს, ანუ ზოგადად რელიგიები ხო საკუთარი მეუღლის მიმართ მხოლოდ. იცით როგორ არის, ეხა ეგ თუ ჩვენს გამოცდილებას დავეყრდნობით, ჩვენთან ხანდახან ისე არის, რომ ეკლესია საკუთარი მეუღლის მიმართაც არ იღებს აი ამ პასუხისმგებლობას. თუ თქვათ დასავლური სხვადასხვა ეკლესიების გამოცდილებას გადავხედავთ, იქ აბსოლუტურად ამ მცირე რელიგიური ჯგუფი. თუნდაც მცირე იყოს და თუნდაც ესეთი დიდი, ვთქვათ, დასავლეთში განსაკუთრებით აი ამერიკაში განსაკუთრებით არის განვითარებული ეკლესიებთან არის სოციალური რაღაცა ფილანთროპიული ჯგუფები, რომლებიც ვთქვათ ეს მრევლი აფინანსებს და კრებს ფულს უბრალოდ იმისთვის, რომ დაეხმარონ იმათ, ვისაც უჭირთ. და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად სტრუქტურირებული. მაგალითად, შემიძლია გავხსენოთ ჩემი მეგობრის გამოცდილება, რომელიც პირველად მოხდა გერმანიაში, ევანგელური ეკლესიის გრანტით იყო წასული და ამ გრანტის მიხედვით რაც ევალებოდა ერთადერთი იყო ის, რომ მისულიყო გონებრივად შეზღუდულ და დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა თავშესაფარში, რომელსაც მთლიანად კურირებდა ეს ეკლესია. ანუ ამაზე პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად რელიგია და სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან გადაჯაჭვულია. ნებისმიერი სტატია რაც არ უნდა პრინციპში წაიკითხვა ამ თემაზე, თუნდაც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდეს როგორც აღნიშნეთ, აი ბიზნესის ყველაფერი რეალურად მომდინარეობს ეს თუნდაც იმ ძველი რელიგიებიდან, როგორც არის ქრისტიანობა, იუდაიზმი და მუსლიმი, ანუ და ისლამი. ანუ ამ ასე რომ ვთქვათ, ამ რელიგიების წმინდა წიგნებში ყოველთვის არის საფუძველი სოციალური პასუხისმგებლობის და სწორედ რელიგიებიდან ვფიქრობენ, რომ სწორედ რელიგიები იყოს ჩანასახი პირველად სოციალური პასუხისმგებლობის, როცა თქვათ იქ არის აღნიშნული ინდივიდის მოვალეობა, რომ საზოგადოებრივ სიკეთეზე იზრუნოს, იქნება ეს როგორი ხერხითაც არ უნდა იყოს.
და შემდეგ უკვე ეს ანუ დღევანდელი ტერმინიც კი რომელიც გვაქვს თუნდაც სოციალური პასუხისმგებლობა, თუნდაც უფრო კონკრეტული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესთან მიმართებაში ფაქტურად ძირი ამას აქვს რეალურად აი თუნდაც იმ გაბატონებულ რელიგიებში რომელიც დღეს ხდება დედამიწაზე. თუმცა ლევან ისიც რა შეგეკამათებით რაში ეს რელიგიური სოციალური პასუხისმგებლობა, ოფიციალური მგზნობელობა ძალიან შერჩევითია ძირითადად და სწორედ თავისივე მრევლის მიმართ არის შერჩევითი. აქედან მინდა გადავიდე, ასევე თქვენ ახსენეთ ძირითადად მსხვილი ბიზნესის პროფილების ხელში ახლა სოციალურ პასუხისმგებლობას და ისინიც შერჩევითები არიან მოწყვლად ჯგუფების მიმართ, ანუ არიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც რჩებიან ამ ბენეფიტების მიღების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ამ შერჩევითობას? უფრო პოპულარულ და უფრო მოდულად იღებენ თუ? ანუ საერთოდ ეს საინტერესო საკითხია. თუნდაც ბევრი ამბობს იმას, რომ იდეაში სოციალური პასუხისმგებლობა არის ის, რომ ბიზნესი აცნობიერებს იმას, რომ მისი მიზანი არის მოგებაზე მეტი. ანუ ის არ არის მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული პირი, არამედ მას სურს სხვა რამ, სწორედ იზრუნოს მისი საზოგადოების განვითარებაზე. ანუ ერთი მხრივ საკმაოდ ალტრუისტულია ეს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ მე მგონი საკმაოდ არგუმენტირებულია ის აზრიც, რომ თუ ვიტყვით, რომ თუნდაც ის ბიზნესი, რომელიც არის სოციალურად აქტიური ამ მხრივ და გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ამას აიგებს საკუთარი პიარისთვის გარკვეულწილად. და რეალურად როდესაც უცხოეთში იწერება ბიზნეს სტრატეგიები, თქვათ რომ რა ტიპის მოქმედებები უნდა განახორციელოს სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, ექსპერტები იქ ზუსტად უწერენ ბიზნესს, რომელი ჯგუფი უნდა აირჩიონ, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ და რა მოგებას მოუტანთ მან. არ არის აუცილებელი აქ მატერიალურ მოგებაზე იყოს საუბარი, შეიძლება იყოს ადამიანური რესურსის მოზიდვა, ეს შეიძლება იყოს თქვათ იგივე პარტნიორების დამყარება სხვა ბიზნესის სექტორთან, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ პიარი საზოგადოებაში, რაც პირდაპირ არა, თუმცა გარკვეულწილად მაინც შეიძლება რომ აისახებოდეს მათ მატერიალურ მოგებაზე. ასე რომ ძალიან რთულია გავმიჯნოთ და ვთქვათ რომ სოციალური პასუხისმგებლობა საერთოდ არ მოიცავს არანაირი მატერიალური მოგების მიზანს. აი მის თქმა ესე ცალსახად ალბათ რთული იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება ამ თემით სპეკულირება. რა თქმა უნდა. და იქ პირდაპირ თქვათ დაყოფილია ეს სოციალური პასუხისმგებლობაში შედის ის სპონსორობაც, რომელიც თავისთავად გულისხმობს რეკლამას, ხო? შესაბამისად, იცით ძალიან საინტერესოა თქვათ ქართული ბიზნესის გამოცდილება ამ მხრივ. მქონდა პატარა სტატია ამასთან დაკავშირებით და ამიტომ რაღაცები ასე ვთქვათ შევისწავლე და ვნახე. მოკლედ, ქართული ბიზნესი ძალიან დიდი სიხარულით აფინანსებს თეატრებს, კონსერვატორიას, თქვათ ლიტერატურულ კონკურსებს, დევნილებს, მაგრამ შემიძლია თქვა ბატონო ბავშვთა სახლებსაც მეტნაკლებად, მაგრამ შემიძლია თქვა რომ აი აბსოლუტურად ყრუარი და ჩაკეტილი ისეთი თემების მიმართ, მაგალითად როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თქვათ, ან ესეთი ბავშვები, ან ვთქვათ ესეთი ისტორია არის ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. მე მგონი რომ რაღაცა ჰოლანდიურმა ფონდმა ააშენა საავადმყოფოსთან რაღაცა სახლი, სადაც ეს ბავშვები ქიმიოთერაპიას რო გადიან რამდენიმე დღე აქვთ, როცა კლინიკაში არ უნდა იყვნენ რა და რეგიონებიდან რო ჩამოდიან იმ სახლში არის. დიდი ზარზეიმით გაიხსნა და გახსნაზე როცა დაპატიჟეს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები არც ერთი არ მივიდა. იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, იყვნენ საელჩოები, ელჩების ცოლები და ასე შემდეგ რა. და ერთი კვლევა მაქვს ნანახი დაახლოებით 2 წლის წინანდელია, ერთი მხრივ გამოკითხეს ეს სოციალური ისინი ორგანიზაციები, NGO-ები, რომლებიც მუშაობენ აი მოწყვლად ჯგუფებთან და მეორე მხრივ გამოკითხეს ბიზნესი და აღმოჩნდა რომ არც ერთი ერთმანეთს არ იცნობს, შესაბამისად რომ არ იცნობს, არ ენდობ. იქ მოვისმინა ესეთი ისტორიები, როცა ვთქვათ ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც სერვისებს აწოდებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ერთ-ერთ დიდ კომპანიას თხოვა ნახმარი ავეჯი და ისიც კი არ მისცა. მივდივართ სოციალურ მგზნობელობას, რომელიც კი, მივდივართ სოციალურ ალბათ არ არსებობს მხოლოდ პიარისთვის, იცით რა.
ჩვენთან როცა ვთქვათ ეკლესიის მომენტი რაღაცნაირად ნიველირებულია და ეკლესიას აქვს რაღაცა პროექტები ნამდვილად რამდენიმე ბავშვთა სახლი ნამდვილად არსებობს. თუმცა ისინიც როგორც ვიცი საერთაშორისო ფონდების მიერ არიან დაფინანსებულები ძირითადად ფინანსურ მხარდაჭერას რაც შეეხება, ხო? პრინციპში რაღაცა ჯგუფები საქართველოში აბსოლუტურად მარტონი და ცალკე არიან, ვთქვათ, რამდენიმე არასამთავრობოს და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამარა აი მაგალითად ბუჩის ბავშვები. საინტერესო ერთი პროექტი ჰოსპისების პროექტი ორი ჰოსპისია სულ საქართველოში, ერთი ონკოლოგიურშია და მეორე არის ერთ-ერთ მონასტერში და ორივეს ხელმძღვანელები ხალხს მოიძიებდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მხოლოდ ბოლო რამდენიმე ეს არის თვე არის ალბათ უკვე წელია იმის მერე გასული, რაც ჩაერთო ეს ქართული ფარმაცევტული ბიზნესი აი ამ საქმეში. ისიც თქვა პამპერსი მიაწოდა. მაგრამ ანუ პრინციპში ეს ყველაფერი ალბათ კი არა ვერ უნდა შეეწინააღმდეგება, ხშირად სელექციური არიან, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ სოციალური პასუხისმგებლობა ისეთი ინსტიტუტია, რომელიც განვითარებულ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში არის. ანუ რეალურად ქვეყანა, სადაც სოციალური პრობლემებია და ელემენტარული სოციალური პრობლემებია საუბარი, ისეთი მაღალ სტანდარტს ვერ მოთხოვ, თუნდაც იმ ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის. იცი რა, ძალიან შეიძლება გეკამათებით, ძალიან ბევრი არის დამოკიდებული პიროვნულ იმაზე, რა ქვია, გადაწყვეტილებებზე ესეთ დროს. იმიტომ რომ ვთქვათ, ჩემს არის ცნობილი ერთი კაცის შესახებ, რომელიც ძაღლების თავშესაფარს ინახავს საქართველოში. ეს არის ჩემს აი უნიკალური მოვლენა ქართულ იმაში ვები, ხო? და ძალიან ბევრი არის დამოკიდებული აი ამ მასის, რომელმაც დიდი ფული იშოვა, ხო? და ანუ სერიოზული ბიზნესი აქვს იმათ პრიორიტეტებზე. იმიტომ რომ როგორც წესი, ახლა მე რომ ნახებ, თქვათ, რას აფინანსებს ბანკი რესპუბლიკა, ხო? რაღაც ძალიან ვიწროა ეს ზერა რა. თქვათ, ცოლი ყავს თეატრალი, მე მგონი თუ რაღაცა და თეატრალურ ფესტივალს აფინანსებს, თქვათ, აი პიროვნებებზეა ბევრი რამე რა დამოკიდებული. და ეს ალბათ იმიტომ რომ აქ ეხლა ვითარდება ეს ყველაფერი. და მე მგონი ასევე ის პრობლემა აქვს, რომ თვითონ ცოდნის პრობლემა. ანუ ბევრმა საერთოდ არც იცი ტერმინი არის სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში მით უმეტეს. მე მგონი თბილისში პირველად ამაზე რაიმე კონფერენცია 2009 წელს ჩატარდა, როგორც ნახე, ისიც გაეროს განვითარების სააგენტომ ჩატარა პირველი კონფერენცია საქართველოში, რომელიც ეხებოდა სოციალურ პასუხისმგებლობას. და ამ კონფერენციაზე იყვნენ წარმოდგენილი ქართული ბიზნესის წარმომადგენლები. ანუ 2009 წელს იყო პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგმული რეალურად. მე პირველი კონფერენცია ნამდვილად 2009-ში იყო. შეიძლება მანამდე იყო თქვა გარკვეული ძვრები ამ მხრივ, მაგრამ როგორც ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კონფერენცია, სადაც მათ უთხრეს და გააცნეს პრინციპები და იმუშავეს კონცეფციაზე, იყო 2009 წელს. ანუ მაშინ დაიწყო რომ ხომ არ იქნება კარგი აზრი რომ საქართველოს შეიმუშავოს კონცეფცია ამ მხრივ, სადაც ჩაიწერება როგორ უნდა განხორციელდეს სოციალური პასუხისმგებლობა, სადაც ასევე ალბათ შევა ის რომ ზედმეტი სელექცია არ არის საჭირო და თქვათ დაფარვა უნდა იყოს ისეთი რომ ყველა ჯგუფი ასე ისე მოიცვას. ამ შემთხვევაში ხომ არ გავდივართ სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმიტომ რას აკეთებს მაშინ სამოქალაქო საზოგადოება თვითონ რომ გავიდეთ პრიორიტეტებზე იგივე ბიზნესმენების ან მისთანაც არის რეალურად ეს დოვლათი თავმოყრით, ხო? სამოქალაქო საზოგადოებაში ოღონდ ამ შემთხვევაში თუნდაც იგივე არა მხოლოდ NGO-ები, რომელიც ამაოდ ცდილობენ, არამედ ეს მწერლები, ჟურნალისტები, მსახიობები, ამ შემთხვევაში შეიძლება პრიორიტეტების შემილია ძალიან ისეთი თქვა რომ ქართველი მწერლები ამ თემების მიმართ არიან მუგრძნობელი. ძალიან ესე თქვა რა ქვია. შეიძლება იმიტომ რომ ეს ქართველი მწერლები არიან ძალიან გაჭირვებულები რეალურად. თვითონ არა აქვთ ეს ფული.